კანონი უზენაესია საქართველოსშიო კოცები გვეუბნებიან რა და ამ უზენაეს კანონში ღარიბაშვილმა მოღაფა ესე იგი ამ გაუბედურებული ხალხის ფული ხო როგორ ხალხზეა თანაც საუბარი ხო რომ თვიდან თვემდე როგორი არსებონ იმაზე რო აქვს საფიქრალი და შვილი როცოდად გაუხდება იმაზე აქვს საფიქრალი როგორ აგროვოს ის $100 რომ საკუთარი შვილი გადაარჩინოს ასეთ ქვეყანაზეა საუბარი და მილიონობით თვითონ კოცები იძახიან თანაც პარადოქსია მილიონობით ლარი ათეულობით მილიონი მოღაფა ამ გაჭირვებული ხალხის ქვეყანაში ექს-პრემიერ მინისტრზეა თანაც საუბარი ქვეყნის მთავარ სარდალზეა ფაქტობრივად საუბარი რომელსაც პრეზიდენტზე ბევრად დიდი ძალაუფლება გააჩნია და 1000 ლარი დააჯარიმეს და კურორტზე გაუშვა სადღაც დასასვენებლად როგორ მოგწონთ ასეთი კანონის უზენაესობა თქვენ გეკითხებით კოცებო ვიცი რომ გამოლენჩებული ხართ სერიალებით და გადაშტერებულები ხართ მაგრამ აი სადღაც ზურგის ტვინში ვერ გრძნობთ. აი მართლა მაინტერესებს. ადამიანს ხელი რო წაუწდება და აი პური რომ მოიპაროს, პური და მე ვიცი ისტორია, მაგრამ ქათმის მოპარვისთვის წლობით ჩააგდეს ადამიანი ციხეში. აი გადარჩენა, სუფთად გადარჩენაზე რო არის საუბარი რა. იმისთვის რომ არ მოკვდეს და სული რო არ გაძურეს ამ გაუბედურებულ ქვეყანაში, წლობით აგდებენ ციხეში. და ქვეყნის პრემიერ მინისტრმა რომელმაც შეღაფა, ესე იგი მთელი ქვეყნის ამ გაუბედურებული ხალხის ქონება 1 მილიონი ლარი დააჯარიმეს 1000 კი არა ალბათ 10 ლარიც არა მისი ქონების ასეულობით მილიონის მქონე კაცია საუბარი რომელიც არსაიდან გამდიდრდა აი არსაიდან გამდიდრდა წარმოიდგინეთ ანუ ვინმე მიცით საერთოდ ღარიბაშვილს რა ბიზნესი აქვს აი რასაც წარმოებს ღარიბაშვილი განა ისეც რომ ასეულობით მილიონი ქონდეს ან სხვა დანარჩენი პარლამენტარები დღეს რო უზით პარლამენტში რამდენი მილიონერი ზეს აბა პარლამენტში მაინტერესებს არსაიდან რომ მოიყვანეს ვიღაცა სპორტსმენები ვიღაცა ორგანიზაციიდან მოთხრეული ხალხი არაპოლიტიკური ელიტის ხალხი რომელიც რაღაცა თვეებში ხდება მილიონერები საიდან მდიდრდებიან კაცო მე მაინტერესებს და თუ მდიდრდებიან კიდე ვითომ რო კორუფციას ებრძვი ეს არის სასჯელი კოცს გეკითხები მართლა მაინტერესებს კოცმა უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი თორე კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი კი ხვდება რა უბედურებაში ვართ და რომ ბიძინას ეზოთ ვართ ქცეულები და ბიძინას ეზოს ცხოველებად რომ ხართ ქცეულები ეს კი ესმის ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს აი მთას რო გადაჭრის ნათესაობით ადამიანი და ზედრო რესტორანს დააშენებს თას გადაჭრის წარმოიდგინე და იქ მოხუცი ადამიანი წავა საკუთარ იმაში რა ქვია ეზოს უკან ხე რომ მოჭრა შეიძლება 5000 ლარი დააჯარიმონ კიდე ზემოდან და თას გადააჭრევინებენ თავისთან შეკრულს თქვენ გეკითხებით კოცებო ასეთია კანონის უზენაესობა ასეთი კანონის უზენაესობა გინდათ მართლა მაინტერესებს აი ხვალ შენ შვილს ერთი ფეხი რო გადაუწდეს და 10 წლით რო ციხეში ჩააგდებენ და ამ დროს ეს პოლიტიკოსები მაქციები რო შეღაფავენ შენს გაუბედურებულ ქვეყანას ათობით მილიონს რო იშოვიან შენი გაუბედურებული გადაზომბებული უაზრო ტვინის გამო რომელსაც განსჯა არ გააჩნია შავის და თეთრის ასეთი სამართალი მოგწონს მართლა მაინტერესებს რა ან კიდე რა კორუფციასთან ბრძოლა ხალხო რომელ კორუფციასთან ბრძოლაზე მაშინ უნდა მთელი პარლამენტი უნდა ჩაამწკრივონ და სულ ყველა დედიკოების ნაჩუქარი დეკლარაციები რო აქვს შევსებული და მამიკოების ნაჩუქარი მილიონებს რო ჩუქნიან პენსიონერი დედიკოები და მამიკოები მაშინ ჩაამწკრივოთ უნდა სულ ყველა აბსოლუტურად ეგენი ციხეშია ჩასაყრელი იმიტომ რომ რით ხარობენ და რით ზეობენ გაუბედურებული ხალხის ღაფვით ხო ასეა რა მეტი კორუფცია რაღა გინდა ცხვირწინაა იმ ბიძინა ივანიშვილს თვითონაა ბიძინა ივანიშვილი კორუფცია კაცი მოვიდა პოლიტიკაში და მისი ქონება გაორმაგდა ხო ლოგიკურად თუ კი შენ ადამიანო დააკავებული ხარ სახელმწიფოზე ზრუნვით და ფიქრით საიდანაა კაცო ეს ან დრო საიდან გაქვს ან ენერგია საიდან გაქვს ან საიდან შოულობ საიდან აორმაგებ ამ მილიარდებს საინტერესო არ არის მაგას ვიძახდი სულ თავიდან ჯერ კიდე არც ვიცოდით ეს ამბავი მაგას ვიძახდი რომ იქ რაღაცა პიროვნული შელაპარაკება მოხდა პირადში ამ იმასთან რა ქვია ღარიბაშვილთან და დანარჩენებთან არ ეწყობდა ბიძინეს წკაპ გაუტეხა სახელი ხო ხდები ანუ ეგ სასჯელი რეალურად იყო ეგ რომ გაუტეხა სახელი რომ ვეღარ გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა დაუტრიალა პროპაგანდა მაგრამ თლად იმდენადაც არა რომ ციხეში ჩაიგდო ასეთია კანონი მეგობრებო საქართველოში ეს უნდა იცოდეს კოცმა სერიალის დაშტერებულმა გაბრუებულმა კოცმა უნდა იცოდეს მაგრამ არა ის ისეთ ოპიუმში ყავს ჩაგდებული ისეთი გადაბნელებული აქვს იმას თვალები სულ რო წინ მიუყვანო წინ რო აკეთოს ის მთელი საზიზღრობები იმდენს კი ვერ გამოიტანს აზრს
მე შეიძლება რაღაც მომენტში მისვეს სწავლონ ხელი ის ჩააგდონ ციხეში ეგრე პური ქათამი რაღაცა იმასკას თხილი მოიპაროს მაგათაც შეიძლება ჩააგდონ ციხეში 5 წლიანი პატიმრობით მაგრამ არა ღარიბაშვილი თუ გადაჭამს და ათეულობით მილიონს მოპარავს და ამ გაუბედურებული ხალხის ქვეყანაში კიდე იმ ლუკმას გამოაწიწკრის პირიდან ის 1 მილიონს უნდა დაჯარიმდეს და სადღაც კურორტზე დაასვენ აი ასეთია თქვენი რეალობა კი ბატონო იყავით რა მე დავასკვენი თქვენ რაც არის ხალხი ის ყავს ხელისუფალი. აი რაც გინდა ხალხი რომ არის ანარეკლი ჩვეულებრივად რა. ასეთები ხართ, აი ბიძინა რომ მოდიოდა დასაწყისდანვე ასე იყავით. ფულს მოგცემს, ფულს. აი ესეთი მოაზროვნე არანაირი სამოქალაქო შეგნების ხალხი ხარ და აი რაც გინდოდათ იმაში ხართ კიდეც რა. აი ამ არ ვიცი რა დავარქვა საერთოდ რა დააქცეული საკაი ჩუჩმეკეთათი ჩუჩმეკეთად ვიქეცით უკვე რა.